17 დეკემბერს კომპანია RMG თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საუბრობ ღონისძიება წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლობის მოგონებებით გაიხსნა. 2024-25 წლების გამორჩეული სამთოელები RMG-ს გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა. კომპანიის ინიციატივით წელს პირველად სამთო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სამთოელის ჯილდო დაწესდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს გადაეცა. წარმოების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიის ინიციატივით დიზაინერმა ანუკა ქებურიამ შექმნა სამთოელის საზეიმო კოსტუმი, ხოლო მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ სამთო საქმისადმი მიძღვნილ მონუმენტზე მუშაობა დაანოსა, რომელიც მომავალ წელს დაიდგმება. RMG-მ სამთოელის პროფესიული დღე 2019 წელს დააწესა და ის ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება. სიმბოლიკებზე აწყობილი, ასე ვთქვათ, თქვა სასიამოვნო დღეა ეს, თვითონაც როცა სამეფოს ასაული ერთმანეთს დაემთხვა, ეს არის სამთოელის დღე, რომელიც უკვე 6 წელია ჩვენ როგორც ტრადიციის რევაქციებ და ვცდილობთ ყოველ წელს ვიზეიმოთ. დღეს რადგან 50 წლის იუბილეს გახლავთ მაგნურის კომბინატის პირველი ხაზის გახსნიდან, ეს ორმაგად და სამაგად დიდი დღესასწაულია ჩვენთვის.